მოგესალმებით, თქვენ უყურებთ არტემს. მე ანი ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ხატვარი ლიზი აფაქიცე. მოგესალმებით. მიხარია ძალიან რომ გვესტუმრა სტუდიაში. გამარჯობა. დავიწყოთ ბლით შეკითხვებით. ორი ფერი, რომელსაც დაიტოვებდი სამუშაოდ მთელი ცხოვრების მანძილზე. ლურჯი, ჩემი საყვარელი ფერია და თეთრი. რატომ არის საყვარელი ფერი? ლურჯი, არ ვიცი, აი რაღაცნაირად ბავშვობიდან დღემდე ჩემ შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს და თეთრი ალბათ მაინც სუსაჭიროა. შენი საოცნებო დასასვენებელი ადგილი. ისეთი ადგილი, სადაც სუზაფხულია ალბათ და ზე და კარგი ამინდიებით. როგორ ხედავ შენს თავს მომავალში? იმედი მაქვს, რომ იმაზე უკეთესი მაინც ვიქნები, ვიდრე ახლა ვარ. შევძლებ ბევრი ადამიანის დახმარებას, ბევრი ნამუშევრის შექმნას, გაზრდას, ესე კონკრეტულ რაღაცას არ ვფიქრობ. ცრემლების სისუსტის ნიშანია თუ სიძლიერის? გააჩნია სიტუაციას, მე მიყვარს სტილი. და ვერ ვიტყოდი სისუსტის თუ სიძლიერის. როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს ერთი წინადადებით? ალბათ ვარ იმპულსური, ცოტა ისეთი უცეფრო მიცვლის გადაწყვეტილებებს, რაღაც ესე დავახასიათებდი, იმპულსური ადამიანი. რა არის შენთვის ფერწერა? ფერწერა არის ჩემთვის მართლა ესეთი ბევრი ფერის გამოყენება ხელოვნებაში და აი ბავშვობიდან ბაბუა ჩემი ფერმწერია, იქ რა მთელი ოჯახი მხატვრები არიან და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი კავშირი მქონდა სულ ფერწერასთან და მართლა ფერით წერა არის ალბათ რა. ვის მიმართავ, როდესაც კარგი რჩევა გჭირდება? დედაჩემს. რა ხდის ადამიანს ლამაზ? სიკეთე. სიკეთე გადამდებია? იმედი მაქვს რომ კი. ვისთვის ხატავ? ხალხისთვის თუ საკუთარი თავისთვის? საკუთარი თავისთვის. რა არ მოგწონს საკუთარ თავში? ვისურვებდი რომ უფრო კონცენტრირებული ადამიანი ვიყო. არის რაღაცა ჩვევები, რაც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცებში მიშლის ხელს და გამოვასწორებდი. ესე კონკრეტულად არ ვიცი. რა უნდა იყოს ცხოვრებაში ყოველთვის უფასო? საღებავები ხატრებისთვის. გეშენია დაბერების? კი. რატომ? ყველა ადამიანს ეშინია ალბათ. ცხოვრებაში ყველაზე მადლიერი რის გამო ხარ? რომ ვარსებობ, არ ვიცი რომ აქამდე მოვახცი ბედნიერად და საყვარელ საქმეს ვაკეთებ და მყავს ოჯახი და მეგობრები. ამისთვის ვარ მადლიერი. როგორია შენი იდეალური დღე? ალბათ იდეალური დღე არის, როცა პროდუქტიული ვარ, შევქმნი ბევრ ნამუშევარს და ვისიამოვნებ ამ ნამუშევრების შექმნით, იმიტომ რომ ხანდახან არის, რომ რაღაცას აკეთებ და ცოტა დამღლელია პირიქით და ხანდახან ითიშები ამ ხატვის დროს და შეიძლება ისე გავიდეს მთელი დღე ვერც იგრძნო და ეგ არის ალბათ იდეალური დღე. ვინ იცის შენი ყველა საიდუმლო? არავინ. არ ვიცოდი ეგ პასუხი რა უწერდი. ძაღლი თუ კატა? კატა. სხვა თუ მთა? მთა. ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა? კი. თუ გეშინია წარუმატებლობის? კი, რავი. რა არის შენთვის წარმატება? ჩემი აზრით წარმატება ჩემთვის იქნება ის, როცა შევქმნი ისეთ ნამუშევრებს და ვიქნები აღფრთოვანებული ჩემი ნამუშევრებით, რომლითაც საზოგადოებაც აღფრთოვანებული იქნება, ანუ როცა დაემთხვევა ეს ჩემი შინაგანი და ადამიანების აღქმულიც. სამუშაო, რომლის კეთებასაც არასდროს ისურვებდი? ალბათ რაიმე რუტინული, ისეთი რაღაც განმეორებადი და სულ ერთი და იგივე რა ხდება, ეგეც სამსახურს არ ვისურვებდი. ვისთან ერთად გიყვარს დროის გატარება? მეგობრებთან ერთად. რა არის შენთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი დაბადების დღეზე? არ ვიცი, არაფერი ესე. საჩუქარში ისაა მაგარი, რომ ადამიანი იფიქრებს, რომ აი რა მოეწონება და ესე არ ვიცი. საქმე, რომლის კეთებაც არასდროს გვეზრდება? ალბათ ისევ ხატვა, მაგრამ არის მომენტები, როცა კი არ გვეზრდება, უბრალოდ
რაღაცა ვერ ხარ ისე რომ სულ ვერ დახატავ, შეიძლება ყოველდღე ვერ დახატო ადამიანმა, რაღაცა ჩავარდნები, მე მგონია ყველა მხატვარს საქმე, მაგრამ მაინც ალბათ ეგ არის ის საქმე, რომელიც არასდროს არ მომბესდება. შენი აზრით, რისი ყიდვა არ შეიძლება ფულით? ნდობის. რის გაგებას ისურვებდი შენი მომავლის შესახებ? არ მინდა არაფრის გაგება ჩემი მომავლის შესახებ. როცა საჭირო იქნება, მაშინ გავიგე. როგორი არის იდეალური სიკვდილი? ალბათ უმტკინვეულო და ასაკში არ ვიცი. როგორი მეხსიერება გაქვს? ცუდი. რომელს აირჩევდი, იყო მდიდარი თუ იყო ცნობილი? მდიდარი. მუსიკის რომელ ჟანრს დატოვებდი მთელი ცხოვრება მოსასმენად? ჯაზი. რომელ საკვებს აირჩევდი მთელი ცხოვრების მანძილზე მისართმევად? პამიდორს. რისთვის ან რატომ არქმევ შენს ნამუშევრებს სახელებს? მე ძალიან იშვიათად ვარქმევ სახელებს, ნამუშევრებს და მხოლოდ მაშინ ვარქმევ თუ რაღაცა წინადადება ან სიტყვა მართლა ზუსტად ასახავს იმ ნახატს, იმიტომ რომ რთულია ესე რაღაცა დაარქვა, იმიტომ რომ შეიძლება ბევრ რაღაცას ნიშნავდეს ჩემთვის ერთი ნამუშევარი. არის შენს ნამუშევრებში იდუმალებები? მგონი კი, არის. ფერი, რომელიც ძალიან არ გიყვარს? ყველაფერი მიყვარს, ესე არ ვიცი, რომელი ფერი არ მიყვარს. ალბათ აი რაღაც მომალინისფრო, მოიასამნისფრო, რაღაც ძალიან ჭახე. ალბათ ჩემ ფერწერაში ნაკლებად არის. რა არის შენი ძლიერი მხარე? ალბათ უშიშარი ადამიანი ვარ და ეგ იქნება ჩემი ძლიერი მხარე. რა ფერია შენი სიზმრები? რა ყველაფერი, რა ვიცი. იშვიათად ხედავ სიზმრებს და თუ ხედავ ყველაფერიაში. ერთი სურვილი რომ მქონდეს, რა იქნებოდა ეს? რა ყველა ომი რო გაჩერდეს დედამიწაზე და ხო რა, ეგ იქნებოდა. ადამიანები ბედნიერები იყვნენ, არ ვიცი. ყველაზე ბედნიერი მოგონება? მეტროპოლიტენის მუზეუმში ნახე ვან გოგის ნამუშევარი და მაშინ პატარა ვიყავი და თან მახსოვს რომ ესე შევედი მუზეუმში რაღაც ნახატებს ვათვალიერებ და აი აქეთა მარჯვენა კუთხიდან ვგრძნობ რომ აი რაღაცა ძალიან მეძახის რა და ნუ რო გავიხედე იყო ვან გოგის მთვარიანი ღამე და ეგ ძალიან მაგარი მოგონებაა, ძალიან ვისიამოვნე. როგორ უმკლავდები ურთიერთობებში არსებულ უთანხმოებებს? ლაპარაკით ალბათ, საუბრით ამის შესახებ თუ არის შესაძლებელი, შემდეგ გამოსწორება უკვე. მარტივად შეგიძლია შეელიო შენს ნამუშევრებს გაყიდვის ან გაჩუქების მიზნით? შემიძლია კი. მარტივად შემიძლია, არ ვიცი რატომ, მაგრამ ეგეთი დამოკიდებულება მაქვს. მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს. უბრალოდ შემიძლია მათი გაშვება, იმიტომ რომ იმას ვფიქრობ, რომ მე ხომ კიდე დავხატავ. მხატვარი, რომელსაც აფასებ ყველაზე მეტად? დედა ჩემს. მაია თოიძეს. გადავდივართ გადაცემის მეორე ნაწილზე, სადაც ვისაუბრებთ უშუალოდ შენს შემოქმედებაზე. და ჩემი პირველი შეკითხვა არის ბანალური, ყველა სტუმართან ვსვამ ამ შეკითხვას. როდის დაიწყო შენი შემოქმედება? ალბათ ძალიან პატარა ვიყავი, რომ დავიწყე ხატვა. არც მახსოვს. იმიტომ რომ ჩემ ოჯახში ყველა სულ ხატავდა და აი ამ საღებავების ურთიერთობა და მასალის შეგრძნება ძალიან პატარამ დავიწყე. ახლა რაღაც ნახატები მიპოვია ძველი და რავი შეიძლება 3 წლის, 4 წლის უკვე რაღაცებს ჯგავდი. ნუ ყველა შენს ოჯახში იყვნენ და არიან მხატვრები და ეს რამ ნახებოდა შენზე? აი მაინტერესებს შენი იმდროინდელი ემოციები, რასაც გრძნობდი და განიცდი, რაც ძალიან პატარა ასაკში. იმ მომენტში ალბათ ვერ ხვდებოდი, რომ მაინც და მაინც ჩემ ოჯახში არიან ყველა მხატვრები, მეგონა რომ ესე იყო და ყველა ხატავდა ყველგან. მაგრამ ისიც მახსოვს, რომ აი მე უკვე კლასელები იძახდნენ, რომ ჩვენ ხატვაზე დავდივართ, ვიღაცები ხატვაზე დადიოდნენ და მე არავინ არ მატარებდა ხატვაზე და სულ ძალიან მინდოდა. მაინტერესებს ის პერიოდი, როდესაც უკვე უფრო სერიოზულად შეხედე დავუშვათ ხელოვნებას და მიხვდი, რომ ეს შენი ჩვეულებრივი ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი იყო, ან თუნდაც პროფესია. აი ბოლო წლები უკვე სკოლის იმ არჩევანის წინაშე ხარ, რომ
ხატვარი ვიყო თუ სადმე სხვაგან ჩავაბარო. აი მართლა ეგრე იყო საკითხი, იმიტომ რომ თან კარგად სწავლობდი და სხვა რაღაცებიც მეხერხებოდა და მაინც მქონდა ის ფიქრი, რომ გავყვე თუ არა, ამას მიყვარს თუ არა, იმდენად თუ არა. მაინც მგონია, რომ ხელოვნება ცოტა ისეთი რაღაცაა, რომ ბოლომდე უნდა იყო გადავარდნილი მასში რა. ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა და დავიწყე მართლა ხატვაზე სიარულიც ამასთან ერთად და ალბათ აი იმ სნოში სადაც მე დავდიოდი გიგაურთან ძალიან კარგ ხატვართან და მის მეუღლესთან ლევან გიგაურთან და ამ ადამიანებმა შეიტანეს ეს ბოლო ნაბიჯი და წვლილი, რომ მე გადამეწყვიტა მართლა ხატვრობა. ბაბუა შენ იყო გივითოიძე? მე დავდიოდი გივითოიძეს. შენ რატომ დავდიოდი იგივისთან სახელოსნოში სამუშაოდ? მე როცა ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, პირველი კურსი ფერწერა იყო ნიკოლაძის შენობაში. ჩემი ლექტორი იყო რადიშთორია და ზუსტად გვერდით ოთახში იყო ბაბუა ჩემი. და აი ძალიან ესეთი რაღაც იყო, არ ვიცი რა, ძართულია, არ ვიცი სხვა მხატვრების ოჯახებში როგორ ხდება, მაგრამ მე რაღაცნაირად აი სხვის რჩევას ისე არ მივიღებდი ცუდად, მოვუსმენდი, მაგრამ აი ოჯახის რაღაც სხვანაირად ხდება გულზე. აი მარტო რჩევათ არ მიიღებ, აი რაღაცა თითქოს წყილს თუ რაღაც ეგეთი გემართება. ანუ რაღაც კრიტიკა რომ ყოფილიყო, ამას ოჯახის წევრისგან ვერ იღებდიან, ასე ვთქვათ, უფრო. არა, იყო კიდევაც კრიტიკა და ვუსმენდი კიდევაც, მაგრამ რაღაც მომენტში აი სხვანაირია, არ ვიცი როგორ ახსნა რა. აი ის როცა იცი რომ მასწავლებელია, ლექტორია, მის კრიტიკას სხვანაირად იღებ და ბაბუა, დედა, ეს უკვე რაღაცა სხვა ისაა და არ ვიცი. რაღაცა ზედმეტი ჩარევა გგონია შენ პირადში უკვე და არა საქმიანობაში მხოლოდ. აირჩიე ფერწერა, ფერწერის მიმართულებით ჩააბარე. რატომ ფერწერა და დაუშვათ არა სხვა მიმართულება? თავიდან ვფიქრობდი, რომ ჩამებინა დაზგურ გრაფიკაზე ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ ძალიან მომწონდა ტუშით და ფანქრით მუშაობა. მაგრამ მე რატომღაც უფრო ფერწერისკენ წავედი და შეიძლება ამაში რაღაცა აი გივის გავლენაც იყო და არ ვიცი, ოღონდ დროს ჩემთვის არავის არ უთქვამს, რომ ან ფერწერაზე ან ხატვარი არის ალბათ. მაგრამ უფრო და აღმოვაჩინე ჩემში მე ეს ფერწერის სიყვარული. დედა თოიძე და ანუ მაინტერესებს მე რომ ხატვის გავლენა შეიძლება იყოს თუ არის საერთოდ შეღწევრებიდან ბაბუის თუ დედის. იცით რა გავლენას კონკრეტულად ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ცოტა რთულია შენ შემოქმედებაზე ისაუბრო ხატვარმა, არ ვიცი, მე ცოტა სხვანაირი ადამიანი ვარ, მაგრამ აი ხალხისგანაც გამიგია, რომ ესე არ გავარ, არც გივის და არც მაიას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც რაღაცა დამახასიათებელია ეს ფერის სიკაშკე და აი როგორ ვთქვა, ესე გაბედულად ხმარება ფერის მაინც არის ჩვენ ოჯახში და ალბათ მაშინ ორივეს ვგავარ, იმიტომ რომ დედაჩემსაც საკმაოდ ისეთი ნამუშევრები აქვს თამამი. შენი ნამუშევრები იდუმალებით მოცული. ან თუ კარგად დააკვირდები, შეიძლება ბევრი გაიგო შენი ნამუშევრებიდან, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანი თუ გიცნობს, უფრო მეტ რამეს გაიგებს. მაინც რა გაძლევს мотиваციას ნამუშევრების შესაქმნელად? იცით რა, ჩემ ნამუშევრებს რაღაც სერიული ხასიათი აქვს ხოლმე. აი შეიძლება იმ მომენტში ჩემი მდგომარეობა, გარემო ფაქტორები იყო ნამუშევრების შექმნის მიზეზი. და ვინც მიცნობს და იცის რა ხდება, უფრო კონკრეტული მინიშნებები დაინახოს ამ ნახატებში. მგონია რომ ამის გარეშეც ყველა ადამიანს ნებისმიერ ნამუშევართან რაღაც თავისი შთაბეჭდილება და შეგრძნება რჩება. ამიტომ მაინც მნახველზეა დამოკიდებული ბევრი რაღაცა, რას იფიქრებ ნამუშევარზე. იცვლება შენი ფერები განწყობების მიხედვით და როგორ იცვლება? კი იცვლება და მე ვიტყოდი რომ
კარგხასიათზე ვარ და რა ბედნიერი ვარ, უფრო ნათელი და ფერადი არის ხოლმე ნამუშევარი და როცა მძიმე და ისეთ განწყობაზე ვარ, თვითონ პალიტრაც იცვლება და უფრო მუქი ლურჯები, მწვანეები, რაღაცნაირი სევდისფერი დაკრავს ალბათ მაინც, მაგრამ ჩემ ნამუშევრებში ისეც ხდება, რომ შეიძლება ძალიან ფერადი იყოს, მაგრამ რეალურად რო შეხედავ რაღაცა მაინც ნეგატიური ან ცოტა სევდიანი წამოვიდა, რომ დამოკიდებულია ნამუშევრზე, ესე არ ვიცი. რა დრო გჭირდება თვითონ ნამუშევრის შესაქმნელად? შეიძლება 15 წუთი, შეიძლება დღეები, არ ვიცი, მაგრამ ძირითადად ძალიან სწრაფად ვმუშაობ. საყვარელი სამუშაო მასალა რა არის შენთვის? ესე კონკრეტულს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სულ ვექსპერიმენტობ და ბევრ სხვადასხვა მასალას ვიყენებ და აი სულ რაღაცა ნახატებსაც ვკვირდა ეტყობა რომელი პერიოდისა, იმიტომ რომ კონკრეტული მარკერი აღმოვაჩინე მაშინ, ან კონკრეტული საღებავი აღმოვაჩინე მაშინ. მე აი მასალიდან გამომდინარე იქნება რაღაც ნახატები.